გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ მთელ მსოფლიოში ხო არეული მდგომარეობა და საინტერესო მდგომარეობა არის, მაგრამ აი საქართველოში ძალიან მრავალფეროვანია ტრადიციულად და არ იცის კაცმა საიდან დაიწყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მე მინდა გამოვეხმაურო ერთ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც მნიშვნელოვანი განცხადებაც როგორც იქნა ქოცებმა გაბედეს და გააჟღერეს. და აი ნამდვილად არ რჩება, არ არის ეს უყურადღებოდ დასატოვებელი, რადგან ეს ეხება ჯორჯიელების სანუკვარ ოცნებას ნატოში წევრობასთან დაკავშირებით. და აი ამ თემაზე მინდა გესაუბროთ. და საერთოდ არ მაინტერესებს ახლა სიმართლე გითხრათ, ბოკუჩავას ქმარი 8 საათი წაიყვანეს, ასე უქნეს, ისე უქნეს, ალაპარაკეს, სხვა რამეც არ უქნეს და სხვა რაღაცა ესეთი ბოდვა ამბები, როგორიც თუნდაც აი ბაჩიაშვილი რო იძახის, რო თურმე მან ჩამომიყვანაო, რა ქვია? სუშიშროის ოხანაშვილმაო ჩამომიყვანაო და მოკლედ ესე ოხანაშვილი კი არა, ოტო სკორცენი ყოფილა რა, მოკლედ ეს ყველაფერი სისულელია, იდიოტიზმი არის, ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი რაც ხდება პარალელურად არის ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელიც საინტერესო მოვლენაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინც ჩემს ვიდეო ლაივებს ადევნებდა თვალყურს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად ვსაუბრობდი, რომ ამერიკელებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სამოქალაქო ომის და სავარაუდოდ ეს პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, თუმცა ამას ცალკე ლაივი ჭირდება. კალიფორნიაში მიმდინარე პროცესები რაც არის, დღეს რამოდენიმე ქართველს ვესაუბრე იქ რა ხდება, აქტიურად მიმდინარეობს ძალიან ბევრი საინტერესო ამბები და ნამდვილად იმსახურებს, შემდეგ ამაზე ცალკე YouTube ტრანსლაცია მექნება, სავარაუდოდ ხვალ ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე კი დაუბრუნდეთ აი ამ ძალზედ საკრალურ თემას, რომელიც საკრალური თემაც იყო, არ ვიცი, ქართველებისთვის აწლეულების მანძილზე, თავიდან რაღაცა ახლა სანამ ხალხი გაიგებდა სინამდვილეში რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და რანაირად ხდებოდა, რაღაცა შეიძლება მართლა ბევრი ქართველის ნატურა იყო და ჯეროდა და რაღაც ეტაპზე აი 19-20 წლის რო ვიყავი, მეც მჯეროდა რომ აი ნატოში გაწევრიანდებოდა საქართველო, ჩვენ გვექნებოდა ესე თანადგომა, გვერდში დგომა, რაღაცა ახლა 19-20 წლის ადამიანს არ ყოფნიდა ცხოვრებისეული გამოცდილება, განათლება და ძალიან ბევრი რაღაცა, რაც საჭირო იყო სწორი, ესე რომ ვთქვათ, ანალიზის გასაკეთებლად, მით უმეტეს, როდესაც მთელი ამ წლების მანძილზე არასდროს არ ხდებოდა რეალური ანალიზი იმის შესახებ, რომ საქართველო ვერასდროს ვერ გახდებოდა ნატოს წევრი და ეს იყო უბრალოდ თავსმოხვეული ბლეფი ქართველებისთვის, რომელსაც აი ამ ღია კარებში მდგომი ქართველის იმიჯი უნდა შექმნოდა საზოგადოებას, რომ აი ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები და ასე შემდეგ. 2008 წლის ომმა საბოლოოდ დაასამარა ეს ილუზიები, ილუზიებიც გააჩნდა საქართველოში ადამიანებს, რომელი ადამიანებიც შეიძლება იდეალისტურ ვარიანტში და არა იმის გამო, რომ ფულს იღებდნენ, სჯეროდათ, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოში შეიძლება დასაშვები ყოფილიყო. თუმცა 2008 წელი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო, ახლა როდესაც ვაკვირდებით, 17 წელია მას შემდეგ გასული. 17 წელი არის გასული მას შემდეგ. და ბევრი რამე შეიცვალა. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, საზოგადოებამაც ნახა საკუთარ თავზე, საზოგადოება დაბრძენდა ამ ყველაფერში. ერთი პერიოდი ანეკდოტიც არ არსებობდა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, გურულებმა დაასწრენ ყველას, როგორც მახსოვს და 2008 წლის ომის მერე ასეთი ანეკდოტი იყო გურიაში, რომ
ნატო იმისთვის მინდაო ძმამაო, რო არ მცემონო, თუ არა ნატოს გულისთვის რომ მცემონო, ამის გამო კი არ მინდაო. ნატო გურულები სხარტი გონების და სხარტი ენის ხალხი არიან, უყვართ იუმორი და ზუსტი შეფასება იყო. მაგრამ ეს უკვე იმდენად იყო ამ დამპალი იდეოლოგიით უკვე იმდენად იყო მოწამლული ქართული საზოგადოება, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მიდიოდა ამ ყველაფერზე აქტიური მუშაობა, იხარჯებოდა უზარმაზარი ფული, რაღაც ნატოს საინფორმაციო ცენტრები, ბუკლეტები, ტელევიზიებით ხდებოდა აჟიტირება, განსაკუთრებით ახალგაზრდებით, რომლებსაც არავის და არაფერი არ უნახია და რაც ყველაზე მეტი ტრაგიკული იყო ჩვენთვის და რაც ყველაზე მეტი პრობლემა იყო ჩვენთვის, საქართველოს მონაწილეობდა ამ ჩვენთვის ილუზორული ორგანიზაციის მისიებში, რომელ მისიებშიც სამწუხაროდ უამრავი და ჩვენ პატარა ერი ვართ, ჩვენი ერისთვის ძალიან დიდი დანაკარგები განიცადა. სისხლით იქნა ავღანეთის მიწა უკვე მე რამდენად მორწყული ქართველების სისხლით და ასე შემდეგ. უკვე მე იდიოტიზმა იმასაც გადააჭარბა, იმ ყველაფერს გადააჭარბა, რომ თურმე ესე იგი კონსტიტუციის დონეზეც უნდა ჩაწერილიყო ნატო საქართველოს ინტეგრაციის საკითხი და აი ესეთი დებილიზმიც კი მოვიდა ქოცების თავში, რომ მათ კონსტიტუციის დონეზე ჩაწერეს, ასეთი არსად არ არსებობს, არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ არსებობს ეს, რომ საქართველოს უნდა გახდეს ნატოს წევრი. და ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს და ხვალდაზეგ ნატო და ევროკავშირი რო დაიშალოს, ალბათ ჩვენ მარსზე მივდივართ, ხო? არ ვიცი, ნუ ეს დებილიზმი არის ჩაწერილი, რომელსაც საერთოდ კონსტიტუციასთან არანაირი შეხება არ აქვს და ხდებოდა დიდი ხნის მანძილზე ამით ყვება, რომ თურმე მიუხედავად ამ დიდი დანაკარგებისა, მიუხედავად ამ რეფორმებისა, ეკონომიკის განვითარებისა, ბიჭო, არა და პარალელურად მიმდინარეობდა პროცესი, რომელი პროცესიც ახლა ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შეხედო. ხო? არ ჭირდება ამას დიდი პოლიტიკური ანალიზი და ამას არ ჭირდება არანაირი, ასე რომ ვთქვათ, ცოდნა, როდესაც ამ ორგანიზაციაში ღებულობენ ისეთ ქვეყნებს, მაგალითად, როგორიც არის ალბანეთი, როგორიც არის მაკედონია, როგორიც არის ჩერნოგორია, მონტენეგრო უკაცრავად ლიბერასტებს ეს ჩერნოგორია არ უყვარს. და საქართველოს ეუბნებიან, რომ საქართველოს მაპსაც კი არ აძლევენ, ანუ მაპი არის, რომელიც მოსამზადებელი ეტაპი არის, რომელსაც მაგალითად ჩერნოგორია მაპს 10 თუ 15 წლის მანძილზე ფლობდა და გადიოდა. ჩვენ მაპამდეც ვერ მივედით და გახდებით წევრები, ახლა ასპირანტები ხართ, ახლა დოცენტები ხართ, პროფესორები როდის იქნებით და მოკლედ მიდიოდა ეს 1000 დაბოლება და უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ საბოლოოდ ყველა დებილისთვის, ყველა ავადმყოფისთვის კარგად აჩვენა ის, რომ არანაირი ნატოს გაფართოება იმ ტერიტორიებზე, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები არის და რომელიც რუსებს აქვს ჩერნანილი თავიანთ უსაფრთხოების დოქტრინაში არ მოხდება. თუ კი ეს მოხდება, რუსეთი ამ ყველაფერზე იმოქმედებს იარაღით. იყო, როდესაც დასუსტებული იყო რუსეთი და როდესაც ჰქონდა სერიოზული პრობლემები, როგორც ეკონომიკური, ასევე სხვა უამრავი პრობლემები, მაგ დროს მოხდა სამი ბალტიისპირეთის ქვეყნის გაწევრიანება და დღემდე არ აქვს ეს მონელებული და პირიქით იმას ითხოვენ, რომ ეს ქვეყნები იქნან გამოსული და ახლა უკრაინაში ომი რის გამოც მიდის, ზუსტად ეს არის ნატოს წევრობის გამო. ჩვენ ერთხელ ცხვირპირში ძალიან მაგრად მოხვდა აი ამ ნატო კვატოს გამო. ახლა უკრაინელებს ხდებათ ცხვირპირში და მოხდებათ კიდე დიდი ხანი, იმიტომ რომ როდესაც ესე იგი გაქვს ცოცხალი მაგალითი თუ რა შეიძლება მოუვიდეს ქვეყანას ზუსტად იგივე კურსის და ზუსტად იგივე ლოზუნგებით და ზუსტად იგივე იდეებით, ეს იყო საქართველო, არა უკრაინელებმა, მაინც ჩვენო ნატოს წევრებიო უნდა გავხდეთო და ვართო ნატოს წევრებიო. აი, კარგად შედიან ნატოში და რა თქმა უნდა, პარადიც უნდა ჩავატაროთო მოსკოვშიო, პარადი უნდა ჩავატაროთო და ამის ჯეროდათ ამ ნატოს ტანკებზეო, ნატოს ტანკებიო მოსკოვში შევაო და ეგ უკრაინელი ჯარისკაცებთან ერთად ჩვენც ვიქნებითო
კი, ნამდვილად შევიდა ნატოს ტანკები მოსკოვში, მაგრამ არა ისე როგორც მებრძოლები, როგორც სამხედრო ალაფი და გამოფენა მოეწყო თუ რა ხდება. ამიტომ ეს ილუზიები ჯერ კიდევ ვისაც ქონდა შემორჩენილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა ნორმალურ ადამიანს, ნორმალურზე მაქვს მე ლაპარაკი, მე არ მაქვს დებილზე, მე არ მაქვს ავადმყოფზე, მე არ მაქვს უკნიდან განათლებულზე. დიდი ხანია უკვე შეგუებულია იმას, რომ არანაირი ნატო კვადრო საქართველოში არ იქნება. და დღეს როგორც იქნა ქოცებმა გაბედეს როგორც იქნა ქოცებმა და პაპუაშვილმა განაცხადა ესეთი რაღაცა, რაც ნატოს საინფორმაციო იმას ოფის გაავრცელებია, რომ ჩვენო მხარს უჭერთო იმას, რა ქვიაო, საქართველოს ბუქარესტის სამიტის ერთგულები ვართო და რაღაცა ბოდვები. თუ როგორც იქნა იყო გამბედაობა და წამოილუღლუღეს ესეთი რაღაცა, რომ ერთი თაობაო გაიზარდაო უკვე საქართველოშიო, ერთი თაობა გაიზარდაო, მას მერეო რაცო ნატო შეგვპირდაო იმასო, რომ თურმეო ესო, რა ქვიაო, საქართველო გახდება ნატოს წევრიო და მის მერეო ცარიელი სიტყვების მეტიო, არაფერი სიკეთი არ გაუკეთებიათ და ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგიათ აქეთო. როგორ მოხდა ეს სენსაცია? აი როგორ მოხდა ეგ ყველაფერი, რომ გაბედეს ქოცებმა როგორც იქნა თქვეს. კი ბატონო. მერე ეს ქოცებმა ახლა რო მიხვდით ქოცები ამას და ახლა რო აგიხილეთ ეს მესამე თვალი ყოვლის მხედველი და დაიწყეთ ამ ყველაფრის დანახვა. 2009 წელს ვიდეო მიმართვა გაავრცელა მაშინდელი თალიბანის ლიდერმა ერთდროს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირემ და ნომერ პირველმა ტერორისტმა უსამა ბენ ლადენმა, რომელმაც ყველაზე მეტი რეალურად მოიხსენია ის თუ რაც ხდებოდა საქართველოში. და რა არის ნატო. მან გაახსენა მსოფლიო საზოგადოებას, რომ როდესაც ვითომდა მოკავშირე ნატოსი საქართველო, რომელსაც ამცირებდნენ, რომელსაც ტერიტორიებს ართმევდნენ, რომლის მოსახლეობასაც კლავდნენ და აწამებდნენ ამ პატარა ქვეყანას, ნატოს და ამერიკელებს მხოლოდ დასახმარებლად ცარიელის სიტყვები მოეძებნათო. და საკუთარიო ვითომო მოკავშირეო ისე თხასავით გაყიდეს და გაწირესო, რომ უკან არ მოუხედიათ არაფერზე. აი ეს არის თქვენი ორგანიზაცია ნატო და მოვაო მალეო დრო, თქვენც დამარცხდებით ავღანეთში და კისრის ტეხის წახვალთ აქედან. 100%-იანი შეფასება იყო უსამა ბენ ლადენის მიერ, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე ნატოს ჯარების პროგნოზირება, რომელიც ავღანეთში მიდიოდა, აი მაშინაც ატეხეს ერთი ცივილკივილივი, თქვენ ვის უსმენთ, ტერორისტებს უსმენთ, ამას უსმენთ, იმას უსმენთ. აი ახდა მისი წინასწარმეტყველება და მისი პროგნოზები. ასე რომ დღეს რაღაცნაირად ეს მესამე თვალის ახელა ძალიან მესიამოვნა, იმიტომ რომ ადრე ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია არასდროს არ განიხილავდა საქართველოს თავის წევრად, არასდროს არ მიაჩნდა თანატოლად და მას სჭირდებოდა მხოლოდ ვასალი საქართველო, რომლის ჯარებსაც, როგორც იაფ საზარბაზნე ხორცს, წაიყვანდა ყველა თავის მისიაში მოატარებდა და ქართველ ჯარს. უკაცრავად მეგობრებო, ტექნიკური ხარვეზი არის და მინდა გავაგრძელო ის, რომ საქართველო უნდოდა თამათ მხოლოდ ვასალ სახელმწიფოდ, რომელსაც როდესაც წაიყვანდნენ ქართველ ჯარისკაცის დაღუპვაზე და დაჭრაზე და დასახიჩრებაზე, თუ დაჭირდებოდათ მაგალითად სადღაც გაწია გამოწიე სადღაც 20,000-30,000 დოლარი, ამერიკელი ჭირდებოდა სადღაც 1,5 მილიონი. და აი ამათ უნდოდათ საქართველო. და აი ამ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე მეც მომიწია მისიის გავლამ და ძალიან კარგად ვიცი რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა. ძალიან კარგად ვიცი. და კონკრეტულ შემთხვევას გავიხსენებ. გასახსენებელი ნატოსთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი არის. ძალიან ბევრი რაღაცა არის გასახსენებელი, მაგრამ ერთი განსაკუთრებით შეეფერება აი ნატოელების სახეს.
ნატოელების სახეს შეეფერებოდა განსაკუთრებულად. ისე ვიჭედება რა. ავეცდები დავასრულო ეს ისტორია და აღარ შეგაწყინოთ თავი რაღაც ინტერნეტის ხარვეზი არის. როდესაც ქართველები ჰელმანდის პროვინციაში იყვნენ დისლოცირებული, მე-12 ბატალიონი იყო მაშინ. და ჩვენი ჯარისკაცი, სერჟანტი კიკაძე ჩავარდა ტყვედ ავღანელების ხელში. რატო ჩავარდა, როგორ ჩავარდა, რანაირად ჩავარდა, ეს ცალკე თემაა და მე ამ თემას არ ვეხები კაცო. არ აქვს მნიშვნელობა. ქართველი ჯარისკაცი ჩავარდა ტყვედ. ეს დატყვევებული ჯარისკაცი ყავდათ მოჯაჰედებს თავიანთ ბანაკში. მოვიდათ ინფორმაცია, 100%-იანი ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდა ნატოს სარდლობას და ჩვენს მეთაურობას მოუვიდა სადაც იმყოფებოდა. შეიკრიბა გენერალური შტაბი, იქაური, ნატოსი, შეხედეს, შემოხედეს, ახედეს, დახედეს და სპეცოპერაციის ჩატარებაზე ქართველი ჯარისკაცის გამოსახსნელად განაცხადეს უარი. იმიტომ რომ პასუხი იყო მარტივი, ერთი ჯარისკაცის გამოხსნაშიო შეიძლება 20 დაგვეღუპოსო, ისეთ ადგილას ყავთო დატყვევებულიო. და ამიტომ ეს ქართველი ბიჭი ჩვენ, რომლებიც მათ ომში ვეხმარებოდით მას, ჩატოვეს იქ. ეს საცოდავი კიდე მუჯაჰედებმა აწამეს, მოკლეს წამებაში და ჩვენი სამხედრო ბაზიდან სადღაც კილომეტრ ნახევარში დააგდეს იქ. უპატრონოთ, თვალებ დათხრილი, ნაწამები, არც მინდა მაგაზე საუბარი როგორ და რანაირად და კაციშვილმა ხელი არ გაამწრია. აი ის საცოდავი ბიჭი როგორც იყო, ტყვედ ჩავარდნილი და ფეხებზე ეკიდა მთელ ნატოს. აი იმ დღეში არის საქართველო. აი იმ დღეში არის ჩვენი ერი. და ისე ეკიდათ ფეხებზე და ისე კიდიათ ფეხებზე ნატოელებს. მაგრამ ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა საქართველოში. არ შეიძლებოდა. თურმე დემოკრატია გვაკლია. თურმე დემოკრატიული რეფორმები არის საჭირო. და თურმე ალბანეთი ძალიან დემოკრატიული არის. თურმე მაკედონია ზე დემოკრატიაში არის, ჩერნოგორია საერთოდ ხო ყვავის. აბა როგორ? და საერთოდ წარსულს რო გადახედო, თურქეთი მიიღეს 52 წელს, ისეთი აყვავებული დემოკრატია იყო თურქეთში და ისე ყვავის დემოკრატია თურქეთში დღესაც მიმიქარავს. სალაზარის პორტუგალია, მოკლედ საერთოდ ეს სალაზარი საერთოდ ევროპის მართლა უკანასკნელი დიქტატორი იყო. რომელიც თავისი 30 წელი თუ 40 წელიწადი მართავდა პორტუგალიას და ჩვეულებრივი ფაშისტური რეჟიმი იყო. პირწავარნელი თანამშრომლობდა ჰიტლერთან და სალაზარის პორტუგალია მიიღეს ჩვეულებრივად თავიანთ რიგებში. ტერიტორიული მთლიანობა იყო დარღვეული. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული გერმანია ჩვეულებრივად მიიღეს თავიანთ რიგებში. და ასე შემდეგ. აი ესე შემდეგ. ამ თემაზე მე არაერთხელ ვისაუბრია თუ ნახავ დეტალურად თუ ისეთ საინტერესებს და კიდე დავდებ. უბრალოდ მეზარება ერთი და იგივე თემაზე საუბარი რა. შეიძლება ზოგი ახალი გამომწერები არიან და ჩემი YouTube-ის არხზე დავდებ ხელახლა იმ ძველ ჩანაწერებს, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ. აი ამათი ნამდვილი სახე რა არის. ამიტომ ამერიკის ელჩთან ერთად თუ ახვევს ნატოს წარმომადგენლობა საქართველოსთან და საერთოდ თუ დაახვევს ყველა ერთი მეორის მიყოლებით, თქვენი უმადური დედა შევეცის ყველასას რა. აი მაგ ნატო კვატოში. როცა უჭირდა საქართველოს პამპერსის და წყლისმედი ბიჭო, იარაღი მაინც მოეწოდებიათ. აი უკრაინაში ხო არ ომობენ. უკრაინაში ხო სისხლს არ ღურის თავიანთი ჯარები. ახეთ რამდენ შეიარაღებას აწვდიან. ომის დროს იარაღი მაინც მოგეწოდებიათ. საბრძოლო დახმარებაზე ზედმეტი არის საუბარი. პამპერსების და წყლისმეთი ვერ გაიმეტეთ ვერაფერი, ხო? ჩვენთვის მოსაწოდებლად და ამ დროს ქართველები თურმე მუხლის ჩოქაზე უნდა ვიდგეთ, წმინდა ნატო და ოღონ შენ თუ გვიხსნი და შენ თუ გადაგვარჩენ და შენ თუ ხარ ჩვენი პატრონი და შენ თუ ხარ ჩვენი მშველელი.
ესეთი მონური, ესეთი ჩმორული დამოკიდებულება იყო აი ამათ მიმართ. აქეთ კომენტარი იქნა დაწერილი, რომ აი თუ ძმა ხარო ქოცი თუ რამეს გააკეთებსო, ისევე მის დასასიკეთოდ გააკეთებსო. კი ბატონო, გააკეთებს, რა თქმა უნდა, ქოცი აბა სხვას რას იზამს და აბა სხვას რას იტყვის ქოცი, მაგრამ საერთო ჯამში ეს ქვეყანა, ხო ჩვენი ქვეყანა და ეს რეჟიმი ხო მართავს. აბა ის ჯობია, რომ ქოცები ახლა კისრისტეხით მირბოდნენ ნატოში, რაშიც გარბოდნენ და მაგად დროს რაც გაიქცნენ კისრისტეხით არ გვეყო? მე პირადად მსიამოვნებს ის, რომ თუნდაც ამ დებილებს ეყოთ იმის გამბედაობა და ამ მონური მორჩილებიდან, ამ ჩმორობიდან გამოვიდნენ და ელემენტარული თქვენს მაინც. აი, რა უნდა გაგვიკეთოს? მოკლედ არ მაცლის ინტერნეტი არანაირად ნორმალურ კონტაქტს, ამიტომ ამ საკითხზე მე თუ კი ინტერესი იქნება, კიდე შეგვიძლია ვისაუბროთ და იმ ძველ ვიდეოსაც ავტვირთავ ხელახლა, ვისაც დაგაინტერესებთ. აი, ეს წეული ორგანიზაცია თუ კი საქართველოსთან სამუდამოდ იქნება ახვეული და წასული, აი ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ გვექნება ჩვენ ქართველებს დამიჯერეთ. და მადლობა ღმერთს, რომ ამ წეულ ორგანიზაციას დიდი ხანი არ უწერია. აი დღეს როგორი განცხადება იქნა, იცით გაკეთებული? პრაგმატული ხალხია. აიო, უკრაინასთან დაკავშირებითო ნატო როგორო, აი უკეთესად რო დავეხმაროთო და ჩვენო, რიუტემ უთხრა, ჩვენო ისო მშვიდობა არ გვაწყობს. იმიტომ სანამ რუსეთი უკრაინაში ომით არისო დაკავებულიო, სანამდე რუსეთი უკრაინაში არის დაკავებული ომითო, მანამდე მას ჩვენთვის არ ცალიო. და მანამდე რუსეთსო არა აქო იმის საშუალებაო, რომ იმას ქნასო, რა ქვიაო, შეიარაღებაო, გააძლიეროსო იმდენათო. თუ არაო, დღესო ერთი რუსეთიო უფრო მეტი არაღსა წარმოებს, ვიდრე მთელი ნატოო და ამიტომ ერთი 5 წელი მაინც გვჭირდებაო იმისთვისო, რომ მოვემზადოთ ამ ყველაფრისთვისო. ეს განცხადება გააკეთა პირდაპირ და თქვა. სამწუხაროდ საქართველოში უამრავი ქართველია, რომელიც სამწუხაროდ რო ქართველი ქვია, ქართული გვარი აქვს, რა ქართველებს არაფერი არ აქვს, რომელიც მის ერს და მის ქვეყანასთვის მეორე ხარისხოვან ერად. რომ თურმე ჩვენ მთელი ერი შეიძლება გავწყდეთ იმისთვის, რომ ევროპაში უკნიდან განათლებულები და ამერიკაში უკნიდან განათლებულები იყვნენ უსაფრთხოდ. ერთი შევარდნაძეს ჰქონდა ამნაირი სიტყვა ნათქვამი. შევარდნაძის დროს დაიწყო ყველაფერი უბედურება და ისე სატანისტური იუმორი კარგი ჰქონდა. რა ხდებაო, კაცო, ნატოსთან დაკავშირებით, რა ხდებაო და კარიო ღია არისო. ხო, მაშინო და ღია კარშიო ვდგევართო. მაშინო ასე უთხარითო, რომ თუ კარიო ღია არისო და ღია კარში ვდგევართო, დიდხანსო არ დაგვაყენონო ღია კარებშიო, იმიტომ ორპირმა ქარმაო, ფილტვების ანთება იცისო და არ დაგვემართოსო ჩვენცო ფილტვების ანთებაო. მის მერე ფილტვების ანთებას დაგვემართა. მინინგიტის დაგვემართა, ჭლექის დაგვემართა, მაგრამ ნორმალური აზროვნებისკენ მაინც ვერ მობრუნდა ხალხი. ასე რომ ეს ძალიან კარგი სიგნალი არის, ძალიან კარგი მესიჯი არის. ვისურვებდი იმას, რომ რაც შეიძლება მალე დახურულიყოს მაგწყეული ორგანიზაციის ოფისი საქართველოში და აიხხვიოთ საერთოდ და აი იმ კონსტიტუციაში როგორც ჩაწერეთ, ისე ამოშალეთ, მაინც მოგიწევთ. მინიმუმ მაშინ მოგიწევთ, როდესაც უკრაინა საბოლოოდ მოუგრიხავს რუსეთი კისერს და მოუბრუნდება საქართველოს და ეტყვის. თქვენ კიდე გინდათ ნატოშიო, აი მაშინ მოგიწევთ საკუთარი ხელით ამოშლა. და საკუთარი ხელი რუსეთის ნათქვამზე ამოშლას თქვენი ხელით ამოშალეთ, ახლა ის ჯობია. იმიტომ რომ ამას დებილიზმი არსად არაა ჩაწერილი. და მადლობა ღმერთს თუ თქვენი გაყინული ტვინი მიხვდა იმდენს, რომ ცარიელი სიტყვების მეტი ნატოდან არაფერს არ უნდა ელოდეს ქართველი კაცი და საქართველო. ეს არის სიმართლე. რადგანაც ინტერნეტ ხარვეზი არის შემოკარგებო, სხვა დროს მე უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს თემა, თუ კიდევ ვინმე საინტერესებს და
ხვალისთვის გვექნება საშუალება და ამერიკაში მიმდინარე საინტერესო მოვლენებზე ვისაუბროთ. ჩვენთან უნდოდა ომი და არეულობა და სისხლისღვრა და ვისაც ჩვენთან უნდოდა ეგ ყველაფერი, იქნებოდა ეს რუსეთი, იქნებოდა ეს უკრაინა, იქნებოდა ეს ამერიკა თუ ასე, ახლა საკუთარ ქვეყნებში აქვს ეგ ყველაფერი და იმედია კიდე დიდი და დიდი მასშტაბები ექნებათ, იგივე ნატოელების ლოგიკით, რომ სანამ მაგათ ექნებათ არეულობა ერთმანეთში, მანამდე საქართველოსთვის ვერ მოიცლიან და ამდენ ხანში რაღაცა გვეშველება იმედია, გავახერთ თვალებს.